სულების სხვადასხვა სეგმენტის მოტეხულობა, როგორც ზემოკიდურის, ასევე ქვემოკიდურის, არის მულტიფრაგმენტული მოტეხულობები, არის ღია მოტეხულობები, ანუ სისხლძარღვი მოტეხულობები და ასე შემდეგ. ქალებიც გაგიკვირდებათ და რატო ქალები არ ვაკლებთ? თუ რა? აბაზოების პერიოდის მოტეხულობის დროს ასაკობრივი ზღვარი არსებობს, როდის მაგაკეთეს ოსტეოსინთეზი მაგათად დახურული მეთოდით ჭანჭიკებით და როდის უნდა ჩატარდეს ენდოპროტეზირება, ტოტალური უნდა ჩატარდეს ენდოპროტეზირება თუ ბაიპოლარი ტიპის, რომელიც ჩვენ ვიცით უკვე, ეს ემოციური არის. რატომაც ხალხს გონია, რომ ექიმები რაღაცა ქვისგულიანები ან ცივსისხლიანები ან რაღაცა ყველაფერს თიშა ეგ არ არის. ექიმებიც ადამიანები ვართ, როდესაც გვაქვს საშუალება და პაციენტიც გვიწყობს ხელს, გიორგი, შენ შესწრები ხარ მგონი, შეგვიძლია ხოლმე პაციენტის ნებართვიდან გამომდინარე მუსიკა ჩავთოთ საოპერაციოში და არაერთი ჩემი კოლეგა აკეთებს ამას საქართველოში და მარტო უცხოეთში ესე არ ხდება როგორიათ რა. ამ დროს უნდა მოთოკო ემოციები და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ ემოციების გარეშე მართოთ ჩვენისა. აი, ერთი დღე რო წარმოიდგინო რომ შენ თავის პაციენტი ხარ. პროპორციას არ გავაკეთებინებდი? მოგესალმებით. ვიწყებთ პირველ სამედიცინო პოდკასტს, რომელიც პირველია საქართველოში და მე მგონი არა მარტო საქართველოში, ხო დათო? ეგრეა ნამდვილად. მე და დათო ვიქნებით პოდკასტის წამყვანები, პირველი სამედიცინო პოდკასტის და ასევე გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, საინტერესო თემებით. სუპერ სტუმრებით. კი ბატონო, კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ ისედაც ცნობილ ექიმებს და ასევე გაგაცნობთ ჩვენს Four Hospitals-ის თანამშრომლებსაც კიდევ უფრო კარგად ყოველს იცნობთ, მაგრამ კიდევ უფრო კარგად და ახლოდან გაიცნობთ. და სხვა რაკურსით ალბათ. სხვა რაკურსით რა პროფესიულისა. კი ბატონო. გიორგი ხარჩილოვა, ჩვენი სამედიცინო წარმომადგენელი, რომელიც წარმოგიდგენს ჩვენ სტუმარს. გამარჯობათ. გიორგი მიკუჩაძე, ორთოპედ ტრავმატოლოგი. და გიორგი გითხრათ დღეს რა გამოწვევებია ტრავმატოლოგიის მიმართულებით. და მანამდე დავამატებდი ჩვენი დიდი მეგობარი Four Hospitals-ის მართლა დიდი გულშემატკივარი და აქტიური პარტნიორი. აქტიური პარტნიორი არაერთ პროექტში. რა თქმა უნდა. კი ბატონო, ნამდვილად ესეა, გამარჯობა. საღამო მშვიდობის ჩართულობას გისურვებ თქვენ ჩვენ მსმენელს პირველ რიგში. რაც შეეხება ტრავმაორთოპედიის გამოწვევებს, ტრავმაორთოპედია ის დარგი, რომელიც ძალიან აქტიურად და სწრაფი ტემპით ვითარდება. შესაბამისად, ის დარგი, რომელიც არის იმპლანტ დამოკიდებული, ჩვენ კარგად ვიცით, რომ აქ ძირითადი გამოწვევა სწორედ ეს არის ახალი მეთოდები ოპერაციული მკურნალობების, ახალი იმპლანტები, გამოყენების წესები და დაუფლება თავიდან ბოლომდე ამ დარგის, რომელიც არის ძალიან დიდი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი მიმართულება. ამიტომ ამ ყველაფრის ორგანიზება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და აი ამ ყველაფრის ორგანიზებაში თქვენი ორგანიზაცია ძალიან ვიწყობს ჩვენ ხელს. ძალიან გვიხარია. დიდი მადლობა. როგორია გიორგი, თქვენი ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკა? ძალიან მარტივია, ამას ვერ ვიტყვით. არ არსებობს სამედიცინო მიმართულება და დარგი, რომელზეც ვიტყვით, რომ არის მარტივი. სულ მცირე იმ მიზეზის გამო, რომ გვაქვს ყველაზე ძვირფას რამესთან შეხება, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამიტომ რა თქმა უნდა არის ძალიან რთული, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგები, მეც მათ შორის თუ ვართ მოწოდებით ექიმები, ჩვენ ამ ყველანაირ პრობლემას ვლახავთ ჩვენი აი დიდი სურვილიდან გამომდინარე, რაც გვაქვს და რითაც მუშაობთ და რითაც მივდივართ ყოველდღე სასახლეში. რა თქმა უნდა, ეს ცოტა გაცვეთილი ფრაზა, მაგრამ ჩვენ არ მუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე. ვაკეთებ საყვარელ საქმეს. გიორგი, მაინტერესებს რა არის როგორია ყველაზე გავრცელებული ტრამვის ტიპები და თუ აქვს აიმას რაიმე სეზონურობა, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ხშირად დასმობა მსგავსი კითხვები არის მითიც, ბევრჯერ ვისაუბრია ამაზეც, რომ თითქოს აი მაგალითად ზამთარში ყინულზე ტრამული თუ არის ხშირად. თითქოს ნომი სტერეოტიპულია ეს დამოკიდებულება, ესე მგონია. ტრამები, თუმცა მთლად ესე არ არის. ამას აქვს ბევრი ახსნა, შემიძლია ჩავშალოთ კიდეც ეს საკითხი, თუმცა მაინც შევეხები მარტივად და გეტყვით.
ტრავმის ეს ზოგადად ესეთ ტრავმის პრევენცია რო ვთქვათ, ესეთ რაღაცა სრულად არ არსებობს. არსებობს უბრალოდ მითითებები, რჩევები, რაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რა დროსაც შემცირდება ტრავმატიზმი. რაც შეეხება სეზონურობას, ხო? უფრო მეტად ტრავმები იმატებს პირიქით ზაფხულის პერიოდში, როდესაც დღის ციკლი არის გაცილებით მეტი, დიდი არის სითბო, ადამიანებს აცვიათ ესე ვთქვათ, ღია ტყასაცმელი, თხრად. აქტივობაც მეტია ზაფხულში. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ესე იგი რა ხდება, ადრე თენდება, გვიან ღამდება, გარეთ არის ბევრი სითბოა, იქ აუზის გამოყენება, იქ ტრამვები, თაში სიარული, რა თქმა უნდა, აი ეს ყველაფერი ზუსტად რაც ჩავუთვალეთ და ბევრი ექსტრემალური სპორტი, რომელიც გაცილებით მეტია ზაფხულის პერიოდში, ვიდრე ზამთარში. ზამთარში, რა თქმა უნდა, ექსტრემალური სპორტი არის, რასაც ვეძახით ჩვენ მთის კურორტებზე, თოვლის, თუმცა იქ ესე იგი ტანსაცმელი რაც აცვიათ, ხო, არის გაცილებით უფრო ეს ტანსაცმელი გაცილებით უფრო იცავს ადამიანს, ვიდრე ზაფხულის პერიოდში, მაგალითად, ის ფეხსაცმელი რაც აცვიათ და ასე შემდეგ, ხო? მე რა ერთი რაც შეიძლება ვთქვა, რომ ზამთარი უწყობს ხელს ტრავმას არის ის, რომ ზამთარში მყეს იოგოვანი აპარატი, კუნთოვანი აპარატი არ არის აქტიური და შესაბამისად არ არის ელასტიური. ანუ გამომიხედავთ ეს შარგოს, აი გახურებას რო ვეძახით, არ არის გახურებული, ანუ არ არის აქტიურ ფაზაში, რა დროსაც ტრავმის მიღების დროს შესაძლებელია უფრო მეტად დაზიანდეს ბილიქსოვილებით და მათ შორის ძვალიც, ვიდრე ზაფხულის პერიოდში. აქ ერთ დაზუსტების კითხვას დავსვამ თუ შეიძლება, ანუ ხომ არ არის სეზონურობა კავშირში რაიმე ასაკობრივ სტრუქტურასთან, მაგალითად ასაკოვანი ადამიანები ზამთარში ხომ არ ასე ვთქვათ ტრამირდებიან უფრო და ახალგაზრდები ზაფხულში. სწორედ ძალიან საინტერესო მომენტია, ესე მგონია რა ეს. მსგავსი სტატისტიკა არ შეგვიძლია შესაძლებელია იყოს, მაგრამ არ შეგვიძლია, რაც არ შეგვიძლია იმაზე ვერ ვილაპარაკებ. ერთი რაც ვიცით ასაკობრივ ტრავმებთან, ეს არის უკვე ოსტეოპოროზით გამოწვეული ტრავმები, რადგანაც ასაკობრივი სენილური პოროზის დროს დაცემისას იზრდება რისკი მოტეხილობის განსაკუთრებით ბარძაყის ძვლის სხვადასხვა სეგმენტის მოტეხილობა. და აქ არის ფორ ჰოსპიტალსი რა თქმა უნდა ჩვენ არის ფორ ჰოსპიტალსი, თავისი პროტეზები, თავისი შიდა იმპლანტები და გვერდში დგომით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფი მიწოდებით. ყველა საქართველოს მასშტაბით, ყველა კლინიკაში, ხო? დაგვინგრიეს სტერეოტიპი სეზონები. მე არ ჩემამდე ინფორმაცია დაანგრიეს, უბრალოდ მე გავიმეორეს. აი ნებისმიერ შემთხვევაში ინტერნეტი ყოველთვის ხელმისაწვდომია, რომ შევიდეთ და მოვძებნოთ ეს იქ გამახვილებული აქვს ძალიან ბევრ სტუდენტებს იმაზე, რომ საფულში ტრავმის ალბათობა ზამთარია, ისედაც ვემზადებით ჩვენ ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ შეიძლება ტრავმა მივიღოთ, ორგანიზმი უკვე მომზადებულია და შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავირიდოთ. ეს დაახლოებით იგივეს გავს, რომ ვიცით, რომ შუქნის შანზე წითელზე უნდა გავშევდეთ და მწვანეზე უნდა გადავიდეთ, პირიქით რომ მოვიქცეთ, ხო, ტრავმის რისკს გავზრდით. აი, მაგედან მინდა შემდეგ კითხოს რომ გადავიდე, იმიტომ რომ ზამთარი ასოცირდება ძირითადად D ვიტამინის მიღება იკლებს ორგანიზმში, ძირითადად სტრესის დონე იზრდება, ცოტა დეპრესიული ხდება ხალხი, ეს ცნობილი ფაქტია, ხო? აი, რა კავშირშია მენტალური ჯანმრთელობა, სტრესი და ტრავმა თუ აი კავშირში ერთმანეთთან? ჩვენ ექიმებს დეპრესიისთვის დრო არ ვრჩება შესაბამისად. პაციენტებში როგორ აღინიშნება ეს ყველაფერი? პაციენტებში როგორ აღინიშნება კიდე გამიმეორეთ? ანუ არის თუ არა კავშირში სტრესი და ტრავმა ერთმანეთთან? აი თუ ყოფილა შემთხვევები რომ სტრესი ადამიანი და მაგის გამო რაღაცა ტრავმა არა. ეს პირდაპირ კავშირში ვერ ვიქნება, თუმცა შეგვიძლია შევთვალოთ, რომ იგი კავშირი აქ არის, იმიტომ რომ სტრესის, დეპრესიის დროს ადამიანის ორგანიზმი არის საკმაოდ მოდუნებული და არ ორიენტირებული კონკრეტულ საგნებზე და შესაძლებელია ამან გაზარდოს რისკი ელემენტარულად კიბეებზე ჩასვლის დროსაც კი. ხო, სხვადასხვა ფიქრებით, პლუს შეუდგესოვანი აპარატი არ არის მობილიზებული, იმიტომ რომ ზუსტად მაგნიზაცია არ ახარ ორიენტირებული იმ საქმეზე, იმ კონკრეტულ ნაწილზე, რასაც იმ მომენტში აქვთ.
თუნდაც რა ნებისმიერ შემთხვევაში ესეც შეგვიძლია ვთქვათ დეპრესიაში და სტრესში ყოფი ადამიანმა შეიძლება ბავშვად ხელი დაიცვას ისე რომ არც კი ფიქრობდეს იმაზე მაგრამ 9 წელში შევყოს ან მადუღარა გადაისდა და ასე შემდეგ აი კიდე უფრო ღრმად ჩავშლი ამ კითხვას, იმიტომ რომ თან მაინტერესებს ამაზე პასუხი, რომ როცა მენტალური პრობლემები აქვს პაციენტებს, ხშირად ყოფილა რომ აი იწვევს კონკრეტული რაღაც სახსრის ტკივილს მაგალითად, როცა ანუ მიდიხარ ტრაუმატოლოგთან გეუბნება რომ აი არაფერი არ გჭირს. და არის სტრესთან გამოწვეული. აი მაგ დროს ან ვარჯიშების რეკომენდაციას თუ გასცემთ, ან ბატონო, კი, შევეხებ მაგსაკითხსაც. რაც შეეხება საცერების ტკივილს, სტრესის დროს, დეპრესიის დროს, ესეც შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმით, რომ ანთების ნაპირი იმატებს, ანთებითი პროცესები უფრო მეტად ძლიერდება, იმუნური სისტემა ქვეითდება და ეს თავისთავად მოქმედებს მაგალითად ოსტეოართრიტზე, ხო? თავისთავად შესაძლოა ან კუნთებზე მიოზიტი, ტენდინიტი, ლიგამენტიტი, ან ყოველდღიურზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირიბად ეხება ამას, ამიტომ ჩვენ მთავარი მიზანი არის ის კი არა რომ უთხრათ პაციენტებს რომ არაფერი არ არის, პაციენტებს ეს აღიზიანებთ, რომც ფიქრობდე, მაინც არ შეიძლება ამის თქმა, იმიტომ რომ მას ჭირდება არა მხოლოდ ის რომ უბრალოდ დიაგნოზი დაუსვა და უმკვნელ თანადროხება ჭირდება, უმეტეს იმან რომ შენ მას თანაუგრძნობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეც არ უნდა გამოგივიდეს თანადროხება, რომ საერთოდ გაუარესობის მდგომარეობა. ესეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველში კვლევების ჩატარება, რომ ნახოთ მართლა არის თუ არა, მაგალითად ანთებითი პროცესი ორგანიზმში, სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევა გვაძლევს ამის საშუალებას და ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ცურვა, დაკავება ჯიმით და ასე შემდეგ, რა ველო სატრენაჟორო დარბაზი ეს აუცილებელია ის რომ ჩაერთოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის დეტოქსი ორგანიზმის და ანტიდეპრესანტი. ანტიდეპრესანტების დანიშვნად შეგვიძლია ჩვენ კივილის მართვის პროტოკოლში ამ შესული ანტიდეპრესანტები კივილის დროს კი შესულია ასე რომ ეს კომბინაციაში კომპლექსურ მკურნალობას შეგვიძლია ჩავთვალოთ თუ ჩვენ უნიშნავთ ადამიანს ანტიდეპრესანტს, იმიტომ აუხსნათ, იმიტომ კი არ გინიშნა ანტიდეპრესანტს რომ დეპრესია გაქვს, ჩვენ ორთოპედებს ის კომპეტენცია არ გვაქვს, რომ პაციენტის დეპრესია შევაფასოთ სრულფასოვნად, ამიტომ ვიმეორებთ რომ კივილის მართვის კუთხით რაც რეალობა არის, ამ კუთხით უნიშნავთ ამას. ესე გამოსო ტრაუმატოლოგიასთან ერთად გარკვეული ფსიქოლოგობაც გიწევთ. ყველა ექიმს, ყველა მიმართულების ექიმს. ერთი აი ძალიან ისეთი პრაქტიკული და ჩემი ცხოვრებისეული კითხვა მაქვს, ანუ გადავალთ უფრო ისეთ განყენებულ თემებზე. აი კავშირი მაგალითად მოტეხილობებსა და კივილს შორის ამითთან მიმართებაში. Იმიტომ რომ მეც ახლა მაქვს მაგალითად ტრავმა მიღებული მარცხენა მაჯაზე, მაქვს მოტეხილობა, ეს არის დაახლოებით 14 წლის წინანდელი და მაქვს დაკვირვება ის არ არის რომ ეს ფსიქოლოგიური იყოს, როდესაც არის წვიმიანი ამინდი, გაცილებით მეტი მაქვს ტკივილი მარცხენა სახსრის, ანუ მაჯის, ვიდრე ჩვეულებრივ ამინდებში, ასე ვთქვათ, ანუ არაწვიმიან ამინდებში. თუ არსებობს რაიმე კავშირი მართლა ფსიქოლოგიურია იქ ამბავი. ფსიქოლოგიური იქნება რადგან ძალიან ბევრი ადამიანს ვთქვათ, შეგილი გარდამავალი პერიოდი ზოგადად სეზონები იმატებს. ხო, რატომ სეზონების მიხედვით რაღაცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ზოგადად ადამიანის ორგანიზმი იმუნური სისტემა გარკვეულ პერიოდში ქვეითდება, შესაძლებელია მაგალითად პირიქით ზაფხულის პერიოდში დეჰიდრატაცია მეცან გაუწყლობა და ისეც უწყობს ანთების მატებას ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, ეგ კავშირი უფრო მეტი არის კივილის შემთხვევაში, რომ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა სეზონის დროს ნივთიერებათა ცხოველ მეტაბოლიზმი იცვლება, იმუნური სისტემა ქვეითდება, ანთება იმატებს და შესაბამისად ოდესღაც ტრავმირებულ ნაწილი, რომელიც არ არის ისეთი ჯანმრთელი, როგორც ტრავმირებამდე იყო, იქ უფრო მეტი შანსია, რომ ანთებითი პროცესი წარმოიშვას და ჯანმრთელ. და ეს რაიმენერა წვიმას თუ უკავშირდება. აი მაგალითად კიდე მეორე ტრავმა მაქვს მიღებული, მართლა აი ფეხბურთის დროს, თამაშის დროს ძალიან ძლიერად მომხვდა ბურთი ნეკნში. აი აქ. რა თქმა უნდა, მტკიო და დაახლოებით 2 კვირა მეტი ალბათ სუნთქვაშიც მიჭირდა, ისე მიშლინა ხელს და ეს იყო ალბათ დაახლოებით 8 წლის წინ ეს პირობითი ტრავმა. რა თქმა უნდა, ნეკნზე ვერაფერ манипуляციას ვერ ჩაატარეთ, არ იყო ისეთი ძლიერი ალბათ რაიმე ან ოპერირება ყოფილიყო საჭირო.
ამაზეც მაქვს ეს დაკვირვება, რომ იყო რამდენჯერმე, რომ ეს ცუდამინში, ბჭყალებში. რამდენად გაწუხებთ? არა, არ მაწუხებს ზოგადად, არ მაწუხებს საერთოდ. მაგრამ 1-2 ჯერ ცუდამინში იყო, რომ ზუსტად მარცხენა მხარე, იქ სადაც მქონდა ეს ტრავმა, ამტკივდა. იგრძემთ. ნამდვილად ტემპერატურის ცვლილებებზე არის საუბარი, ვიცით რომ როდესაც იმატებს ტემპერატურას სიზარღვები ფართოვდება, როდესაც იკლებს სიზარღვები ვიწროვდება და წერილმოწმასწრები მეტაბოლიზმი და ნივთიერებათა რომელიც არის ამასთან კავშირში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. გიორგი, თუ შეიძლება რომ გითხრა, საქართველოში აი ყველაზე მეტად რა ტიპის ტრავმები არის გავრცელებული? კი ბატონო, მოდი ესე ვთქვათ, მარტო საქართველოში არა, არსებობს სტატისტიკა. ამ სტატისტიკით ყველაზე გავრცელებული ტრავმა ალბათ რომ მოტეხილობებს მოტეხილობებს ხო, კი. მეჯბორძაყის საწესო კარგად იცი ყველაფერი და სპეციალურია გიორგის გავდავდა. ალბათ შეიძლება ყავს და ამიტომ მაინც დამსწრებია. ბარძაყის ზღვის მოტეხილობა, ბარძაყის სპერის მოტეხილობა, ციბრუტებზე გამოვალი მოტეხილობა, სხივის ზღვის დისტალური ბოლოს მოტეხილობა, მანჩაში მოტეხილობას რო ვეძახით და გოჯების მოტეხილობას, აი კოჭების მოტეხილობას რო ეძახიან საზოგადოებაში, ძირითადად გავრცელებული უფრო მეტად ეს არის შემდეგ მოდის სხვადასხვა სეგმენტები ხრის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა, ტკევის თითების, ფლეფის და ასე შემდეგ. მაღალენერგეტიკული ტრავმები არის სამწუხაროდ, რადგან არის ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა და ამ დროს უკვე არის ბევრი ზღვის სხვადასხვა სეგმენტის მოტეხილობა. ეგონა მეკითხა, ანუ ძირითადი მიზეზები რაც ჩამოთვალე ახლა რაიონის ფეხის გოჭის ძირითადი მიზეზი ავარიებია. არა, ძირითადი მიზეზი არის ავტოსაგზაო შემთხვევა დავარქვათ კი, სწორი შენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რთული ტრავმები არის თავის ტრავმა, ხერხემლის ტრავმა, მსხლის და ორგანოების ტრავმა და ასევე არის ბევრი სეგმენტის მოტეხილობა, ანუ სულების სხვადასხვა სეგმენტის მოტეხილობა, როგორც ზემოკიდურის, ასევე ქვემოკიდურის, არის მულტიფრაგმენტული მოტეხილობები, არის ღია მოტეხილობები, ანუ სისხლძარღვი მოტეხილობები და ასე შემდეგ. ძირითადად მანამდე რა ჩამოთვალეს გორგოჯოვანი მოტეხილობა, სამგოჯოვანი, იმის დისტალური ბოლოს მოტეხილობა, ბარძაყის მოტეხილობა, ამ ყველაფერს ეს ყველაფერი არცთვის რთულობის აღწევი არის, ერთი ფეხის გადაბრუნებით, ტეპის გადაბრუნებით, წაქცევის შემდეგ ხელის შეშორებით შესაძლებელია რომელიმე ნაწილი დაზიანდეს. მაგრამ ეგ ვითხარსაც გაიგეს რომ ანუ როგორც ვთქვით თქვენ ექიმები ბარძაყის სულის მოტეხილობის დროს პროქსიმალური ნაწილის ძირითადად სხვა ენდოპროთეზირება არის საჭირო თუ ოსტეოსინთეზი ან პირველად ჯანმრთელობა. ეს რა თქმა უნდა, ბარძაყის სულის მოტეხილობის დროს ასაკობრივი ზღვარი არსებობს, როდის უნდა გაკეთდეს ოსტეოსინთეზი, მაგალითად დახურული მეთოდით ჯანჯიკებით და როდის უნდა ჩატარდეს ენდოპროთეზირება, ტოტალური უნდა ჩატარდეს ენდოპროთეზირება თუ ბაიპოლარი ტიპის, რომელიც ჩვენ ვიცით უკვე ერთის ნაწილის, რაც შეეხება ოსტეოსინთეზებს, ახლა ძირითადად უკვე თანამედროვე მედიცინაში ბარძაყის სულის შედარებით ქვემოთ, ანუ ბარძაყის კედი და ოდნო ქვევით საზოგადოება გაიგოს ეს მათვისაც და არა სამედიცინო პერსონალისთვის, მაგრამ ჩემზე ნაკლებად უკეთ თუ ვიციან რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. შემიძლია ვქოს, ძირითადად არის უკვე ინტრამედულარული ძროებით ოსტეოსინთეზი, ეპოზიცია და ფიქსაცია, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მინიმალური ინვაზიით განაკვეთით ჩვენ შევძლოთ მკაღრი ფიქსაცია და დროული რეაბილიტაცია პაციენტის, რაც მაქსიმალურად არის მნიშვნელოვანი როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვის, იმიტომ რომ რაც უფრო ხარისხიანად და სწრაფად გააქტიურებს პაციენტს, რა თქმა უნდა ეს პაციენტი პროკმაპილი იქნება. რა თქმა უნდა ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ვის შემოავს? ცოტა უფრო ხომალა გიორგი. გიზიდავს ამ იუველურსა. გამოვიდა ეს საქმე. არის დაზი. არის დაზი. საინანაც გამოვიდა. ჩემი Facebook პოსტიდან და ხო, ეს ნაზის საიუველირო საქმეა. ეს ისტორია რომელიც რომელსაც არავით არ კავშირი არ აქვს მაგალითად სინაზისთან. ეს არის ძალიან კარგი სპეციალობა, დარგი, რომელიც თავში რო აღნიშნე, ძალიან სწრაფ განვითარებას, ძალიან სწრაფად ვითარდება და მჭირდება ფეხის აყოლა. ამისთვის სჭირდება გვერდში დგომა თქვენი ინოვაციური
კომპანიების აუცილებლად სახელმწიფოს. და სტანდარტების დაწესება. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩვენ ძირითადი სტანდარტი არის ევროპული და ამერიკული. გიორგი, რამდენად ემოციურია ეს პროფესია? ანუ რამდენად სტრესულია? მე მახსენებული ვარ, რომ სტრესული არის და ალბათ მოდი გააქვთ რაღაც ჩამკეტები. პროფესიას შევეხოთ და არა კონკრეტულად ორთოპედია ტრავმატოლოგიის მიმართულებას დარგს, იმიტომ რომ სამწო მიმართულება უკვე თავისთავად მოიცავს ემოციურ განწყობას და ემოციურ ფონს. უამრავი ადამიანი მოდის, რომლებსაც აქვს თავიანთი პრობლემა, თავიანთი გაჭირვება, ძირითადად ჩვენ ვისმენთ გაჭირვებული ადამიანების საუბარს, ხო, იმიტომ რომ მათ რო პრობლემა არ ქონდეთ, ჩვენთან არ მოვიდოდეთ გაჭირვებას უძახ ფიზიკურს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, თუმცა ჩვენთან სოციალურ პრობლემებსაც ძალიან ხშირად ყვებიან, რომელსაც გვერდს ვერ ავერთ საქართველოში, იმიტომ რომ მათ ეს ძალიან ჭირდებათ, რომ ამაშიც მიიღონ ჩვენი გვერდში დგომა. გამხნევება და ასე შემდეგ. რაც შეეხება ექიმის მხრიდან ემოციებს, ეს ემოციური არის, რატომაც ხალხს გონია, რომ ექიმები რაღაცა ქვისგულიანები ან ცივსისხლიანები ან რაღაცა ყველაფერს თიშა, ეგ არ არის. ექიმებიც ადამიანები ვართ, ისევ როგორც სკოლაში რო გვეგონა რომ მასწავლებლები ადამიანები არ იყვნენ და განსაკუთრებულად ხდებოდა ყველაფერი მათ ცხოვრებაში. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვეულებრივ მოკვდავი ხალხი ვართ, ჩვენც პაციენტები ვართ მათ შორის, ჩვენც გვტკივა, ჩვენც გვიჭირს, ამიტომ ის რომ თითქოს აქვს განწყობა ისეთი რომ ექიმი ვერ ხვდება იმდენად რამდენ რა გაჭირვება ტკივილი შეიძლება ქონდეს პაციენტს, ეს არ არის სწორი. მე ჩემს გარშემო ჩემი კოლეგები ვინც არიან, ზუსტად იგივეს ფიქრობენ, მათ ემოციები აქვს, განცდები აქვს, უბრალოდ ამ ემოციებს და განცდებს ჭირდება მართვა და მოტოქვა. იმიტომ რომ ამ ემოციების ნებისმიერ შემთხვევაში ემოციების აყოლა ადამიანს შემთხვევაში სწორი გზიდან გადაახვევინებს ხოლმე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის სხვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაბარია, ჩვენ ამ დროს უნდა მოტოქო ემოციები და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ემოციების გარეშე მართოთ ჩვენისა. აი, ეგ უნდა მეკითხა. არის ხოლმე ალბათ ხო მომენტი, როდესაც რაღაც გადაწყვეტილება წამებშია მისაღები და პრაქტიკაში თუ ხონია, რა თქმა უნდა, ეგეთი მომენტები. ყოფილა ისეთი მომენტები. ძალიან რთულია და იმ დროს ალბათ უნდა იყო ძალიან ცივსისხლიანი და რობოტივით რაღაც გადაწყვეტილება მიიღო ისე რაციონალურად. ეს ყველაფერი მოდის გამოცდილებასთან ერთად, პრაქტიკასთან ერთად, დღის წლებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს პრაქტიკისთვის, მაგრამ ძალიან რეალურად წლებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველდღიური პრაქტიკა, როგორი აქვს ადამიანს. ახლა ხშირად გვიტყვამ ჩვენ, რომ შეიძლება ადამიანმა წლის განმავლობაში აკეთოს 20 ოპერაცია, ან ადამიანმა აკეთოს 600 ოპერაცია. აქედან გამომდინარე 5 წელში ის ადამიანი დიდი ალბათობით თუ სურვილი ექნება და თუ სურვილი ექნება გაცილებით წინ იქნება, ვიდრე მაგალითად 20 წლის განმავლობაში აი ამ სტატისტიკით. ამას უბრალოდ იგივე შევეხე, რომ ხალხმაც იცოდეს რა ხელა მნიშვნელობა აქვს წლებთან ერთად ყოველდღიურ პრაქტიკას და გამოცდილებას და პაციენტებთან ურთიერთობას. რაც შეეხება იმ ნაწილს წამში მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხო? აი ეს ყველაფერი მოდის პრაქტიკასთან და თეორიულ ცოდნის კომბინაციასთან ერთად და ამ ყველაფერში ერთვება თვითონ ადამიანის ხასიათი. რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება ექიმი, ყველა ვერ იქნება იურისტი, ყველა ვერ იქნება არქიტექტორი, ამიტომ გვაქვს ჩვენი საქმე დანაწილებული და ვიცით თან განსაკუთრებით ვიცით რა მიყვარს და რას ვაკეთებთ, ხო? ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრჯერ ყოფილა და რო გითხრათ, საიდან მოვიდა ამ გადაწყვეტილების მიღების საიდან მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს აზრი საიდან დამება და მე ან ნებისმიერ ჩემ კოლეგას ამის ახსნა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ მართლაც ამის მიესადებში ხდება ხანდახან გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც იმასაც დავამატებ და გეტყვით, შეიძლება ლიტერატურაში წაკითხული არც კონდეს კი არა, არც იყოს და იმ მომენტში შემოგივიდეს აზრად ის კონკრეტული რა დროსაც იმ პრობლემას და იმ გამოსავალს მოძებნიდა. ანუ ხარტი აზროვნებაც და ასევე გამოცდილებაც ამ ყველაფერში და მაგრამ ანუ იცი რა მეტყვს რაჭველი სწრაფი რეაქციის დრო. რაჭველი ხარ? კინ რაჭველი ვარ და მომაყობამით ძალიან ნამდვილად ამაყვა, მაგრამ ანუ არის ყველაზე სწრაფი თქვენი ციტვიცა. ჯად სწრაფია სავარაუდოდ. ანუ რაჭველი როცა ვსწავლობდით ჩვენ
ყოველთვის გვასწავლდნენ და გვეუბნებოდნენ იჩქარეთ, იქნება ესეც საერთაშორისო ხო ფაზა ეს არ არის რაღაც ახალი, ამიტომ ეს არის კარგად მეტად უნდა იჩქარო გააზრებულად. მე ცხოვრებაში უკვე ეს გადადის აი ავტომატიზირებულ მოძრაობებში გადადის ეს ყველაფერი რა ისე კეთდება თითქოს რაღაცა ეს დაზეპირებულია, მაგრამ არის. ჩვენ ვიცით რომ ძალიან გიყვარს რაჭა. მე ვგიჟდები. არა მე პირველ რიგში საქართველოს მიყვარს ძალიან და ვგიჟდები და რა თქმა უნდა, ჩემი კუთხე არის მამის მხრიდან წარმოშობით თუ არა რაჭული, დედის მხრიდან ფშაველი და ეს სისხლდაც მთები. გასაგები, ანუ მთიშვილი. გასაგებია, კი ბატონო. აი, ეს კითხვა მინდა დაგისვა რა. ნებისმიერ ტრამვას ან დაავადებას რო საჭმელი კურნავდეს რა. აი, რომელი რაჭული კერძი იქნებოდა ეს წამალი? მოდი ფშაურს გეტყვით. ხინკავი. არის ლუდით რაჭულსაც მოხთ, რაც შეეხება, ეხლა რაჭული ლორი მე ძალიან მიყვარს, ლობიანი, ლორის გარეშე თვითონ ლობიო, ვანჭკარა. არა, ვინო აუცილებელია უნდა მცირე რაოდენობით და 1000-ში ერთ. ვითომეტეს ვანჭკარა რა ძალიან. და მუსიკა. ბევრი არ არის ვანჭკარა. მუსიკა მგონი ყველას მიყვარს, ხო? ანუ ადამიანები, რომელსაც არ უყვარს მუსიკა და უყვარს მუსიკა და არაერთხელ, როდესაც გვაქვს საშუალება და პაციენტის გვიწყობს ხელს, გიორგი, შენ შესწრები ხარ, მგონი, შეგვიძლია ხოლმე პაციენტის ნებართვიდან გამომდინარე მუსიკა ჩავთოთ საოპერაციოში და არაერთი ჩემი კოლეგა აკეთებს ამას საქართველოში და მარტო უცხოეთში ესე არ ხდება როგორიათ რა. არა. კი ბატონო, მეც შემოსწრე ვარ მაგ ფაქტის, რომ მუსიკის ფონზე ტარდებოდა ძალიან ლაღად და ბედნიერად საოპერაციო პროცესი და სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო და მგონია რომ არის შემთხვევები, როდესაც ხო, ჩვენ ძირითადად ჩვენი მიმართულებით ზოგადი ანესთეზია იშვიათად გვჭირდება, ძირითადად სპინალური, რეგიონალური ბლოკადები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე პაციენტი არის კონტაქტური, თუ მას აქვს სურვილი რომ იყოს კონტაქტური შემთხვევაში. ზოგველიც ეს ანესთეზია და პლუს არის შემთხვევები თუ ნერვიულობს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პლეილისტი მისი ყოფილა და ჩაუვდია ის რაც მას სურს. მე ვიცი რაც ჩავთავდი. აბა გითხარი. ისე არ დამჭირდეს. აბა გითხარი. ნუ ყანჩელს. იდეალური. და ნუ ბევრი მე ხო იცი რომ ძალიან ესეთ მელომანი ვარ და ჩემი სამუშაო დღე არის ესე რომ დილიდან საომდე სულ უსმენ მუსიკას თან. ასე რომ ჩვენც ასე ვთქვათ ბიზნესშიც მუსიკა ძალიან გვიყვარს მინდა გითხრათ. ერთი დაუბრუნდები მაინც მაინტერესებს გადაწყვეტილება, როდესაც აირჩიე პროფესია. აი როგორ მოხდა ეს ამბავი, აქვე დავამატებდი მეორე კითხვას, რომ არა ექიმობა რას აირჩევდი? რაც შეეხება მაგ ნაწილს, რატომ როდის და რატომ სამედიცინო სფერო და კონკრეტულად ეს დარგი, მე როგორც მახსენდება დაახლოებით მე-19 კლასში მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო სამედიცინო სფერო და თან ყოფილიყო ტრავმაორთოპედის მიმართულება. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ახლანდელ ჩემს მენტორს. ეს არის ბატონი მუზარი არაჯული, რომელსაც კარგად იცნობ თქვენ, ჩემი მეზობელი დოლიძეზე თბილისში. ჩვენი ოჯახები მეგობრობენ ერთმანეთთან და ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ის იყო, რომ იმ პერიოდში, რომელიც მე დავიბადე, ეს სფერო იყო პოპულარული, ძალიან რთული იყო მოხვედრა და რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი იყო პატივსაცემი, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. იქ იყო კიდე სხვადასხვა მიზეზები. მე თვითონ მომიწია ამდენიმე ოპერაციის ჩატარება, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ამანაც თავისთავად პროვოცირება მოახდინა ჩემი გადაწყვეტილების ფორმირებაში და დავისახე მიზნად, ამ მიზნის შესრულებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მშობლებს, ჩემს დას. ბოლომდე მივიყვანე, თორე თვითონ მოქმედი ექიმი მიკუჩაძეებში, მე ეხლა არ მახსენდება და თუ ხარ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ წამს არ მახსენდება. ანუ ის რომ მე ვიღაცამ ყავს მშობელი და ამიტომ
ასევე ჩემს გარშემო ჩემი კოლეგები არიან ძალიან ბევრი, რომლებიც იგივე ერად არიან როგორც მე. ესე იგი პირველ სამედიცინო პოდკასტში პირველი მიკუჩაძე ექიმი. რა სიმბოლურია. რომელიც არ იცნობს სხვა ექიმ მიკუჩაძეს. ხო. შეგვიძლია მოქმედი გაუსვი ხაზი. და ხო, მეორე კითხვა რა თუ რომ არა ექიმობა რა იქნებოდა პროფესია. რომ არა ექიმობა იქნებოდა. და ეს ტრავმები თქვენი არ მიფიქრია აბსოლუტურად სხვა მიმართულების სპეციალობაზე რამდენჯერაც ცოტა აი მაგალითად მსახიობობა რომანტიულად გამომივა, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა დავაბადებულიყავი, იმდენჯერ ავირჩევდი ამ სფეროს. ქირურგი მსახიობი, ანუ ერთ წამოვიდგინე უცებ. მსახიობი მყავს, მე ჩემი ბიძიშვილი ბატონი ალექსანდრე მიკუჩაძე. სხვა შორის ხო ვიცი ეს ალალი ჩემი სისხლი და ხორცი. აი მსახიობია ძალიან. რუსთაველის თეატრის სპონსორი. კი ბატონო. კი ბატონო, გიორგი. აი ერთი კვირა, ან ორი კვირა, აი რო დაივიწყო, რომ ხარ ექიმი. აი დაგავიწყდა რა. არ მოიწყდი აი აბსოლუტურად კითხვის მისვა არ ველოდი და გაივიძე უცებ. აი უცებ გაივიძე და არ ხარ ტრამატოლოგი რა. არ ვარ ორი კვირით არ ხარ ტრამატოლოგი და საერთოდ არ იცი რომ ექიმი ხარ. აი რას იზამდი? რას გააკეთებდი? შეიძლება წახვიდე სადმე იმოგზაურო შეიძლება თას. ხო, აი ხვალ ვიძებ. რა თქმა უნდა ოჯახთან გავატარებდი ჩემს მეუღლეს და შვილთან. ოჯახთან გავატარებდი მაგ დროს და იმ დეფიციტს შევიცემდი, რაც რეალურად გვაქვს. ამ საერთოდ ოჯახთან. აუცილებლად. მე მიყვარს მთა, მიყვარს მოგზაურობა და გამოვიყენებდი მაგ დროს. კარგი პასუხი იყო, მშვენიერი. ანუ ექიმებს რო დეფიციტი აქვს დროის და ოჯახთან ყოფნის, ეგ ყველას და ამიტომ გვაპატიონ ყველას ოჯახის წევრმა. გიორგი, რა არის ყველაზე, აი თუ გახსენდება პაციენტები რომ მოდიან თქვენთან და აი ყველაზე სასაცილო კითხვებს რას გისვამენ ხოლმე. ეს სასაცილოს რა ის სახელისოს, რა ის თქვენ არ გეხებათ სიტყვაზე, ან რაღაც თქვენი თემა არ არის, აი რამე სასაცილო კითხვა თუ დავუცვამთ ისეთი, რომ აი მე რა შუაში ვარ გიფიქრია. კი, იყო რამდენიმე შემთხვევა, თქვა. სახელები და გვარები არ ვიცით და. ეს არ ვიძახით ხოლმე, იმიტომ რომ მე თუ მამას ნახავენ, ხვდები რომ იმაზე არის. ალბათ ბევრს იცინებთ თვითონ. ბევრი არის, მაგრამ ერთი გამახსენდა, აი, რამდენად სასაცილოა სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ხანდახან ცოტა სხვა უცნაური და ეს ანესთეზიის ქვეშ ხდება ხოლმე თუ ანესთეზიის ქვეშ ბევრი კურიოზი არსებობს. იმის მოყოლა ცოტა არ იყოს რთული იქნება აქ, თორე ძალიან ბევრი ინფორმაცია გასცემე ხოლმე. რომელც მე აღსარებას ავითარი ალბათ რა. ქალებიც გაგიკვირდებათ და რატო ქალები არ ვაკლებთ თუ რა? არ ვიცი. მე რაც ვიგულისხმე იმედიის თქვენ არ ვიგულისხმე. არ ვიცი რა იგულისხმე. კარგი. ხო, ნუ რაც ყოფილა, ესე ძალიან ერთი პაციენტი მყავდა 80 წლამდე იყო 78 წლის გავუკეთე ოპერაცია ეპსე ქონდა ოპერაცია გაკეთებული და სადღაც 3 თვის მერე მეკითხება რომ უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს ოღონდ ყველა 5 კაცი ვარ პლუს მისი შვილი ოჯახის წევრები და როდი შეიძლება სექსის რო დავკავდეო და ძალიან არ ველოდით ეხლა ჩვენ რამდენი წლის იყო? რატო 78 წლის განა ის ბრავო. ამდენი რამის იმედი მოგვეცა ცხოვრებაში. ან მეტი პრობლემა რო არ იყო გარდა ამისა, იმ მომენტში. მე არ მომნახა. მე არაფერი არ მესიამონა. ეს კითხვა რომ გავიგან ჩვენ ზერთად ველოდებით ხოლმე სამედიცინო კითხვებს, ანუ უფრო მეტად იმ კონკრეტულ ხო იმ კონკრეტულ ნაციაზე და რამდენი ხანია არ ქონია თუ მე ვუთხარი რომ თქვენ შეგიძლიათ აქედან გასვლის შემდეგ მომენტალურად სადაც სული გექნებოდ იმდანაც არც ხო ეს კი ბატონო რა ის არ ჩაჯდა რა იმ კონტექსტში რაზეც მქონდა ჩვენ საუბარი. ხო და მე ანესთეზიაზე მინდა რომ ორი სიტყვით გითხრა, არ ვიცი რამდენი გაგიგია, პირიქით იყო ოღონდ რა. მე მიყვანეს აპენდიციტი იყო მწვავე და ნუ უცებ შემატდეს რა. ხო და მოკლედ ეს დაიწყეს, არ ვიცი, მოკლედ ახლა მე არასამედიცინო ტერმინებით ვისაუბრებ, დაიწყეს მოკლედ ეს რაღაც ანესთეზიის შეშრობა ორგანიზმში თუ როგორც არის. მოკლედ არ გამეთშეტვინი რა, კაი ხანი ოღონდ.
გრძნობ რომ წევარ, ვერც თიც ვამოძრავებ, ვერ სუნთქავ, ვერაფერი ამ რაღაც საშინელ სუნიანი როგორც მას მითქებენ და ყველიან ანეკდოტებს და ერთობიან რა, ეს გირგები და დავიწყეთო რა და ძალიან მინდა ვთქვა რომ არ მძინავს ხალხო და მეთქი ანუ კი ერთობით ძალიან კაია, მაგრამ ვერ ამბობ თან. თან ვერ ამბობ. ყველაფერი ანუ რაღაცა არ ვიცი რამდენი წამი თუ ალბათ 1-40 წამი, ნუ ყოველ შემთხვევაში გაჭრის ხმა გავიგე ჩემი თავის და მერე რო გამოვხიზლდი, ნუ კი ცოტა ისეთი აგრესიული. გაჭრის ხმა როგორი იყო? აი გამრავლება თუ შეგიძლია. აი ესეთი აი. გავითვალის ელექტროდანა? ხო, ნუ მოკლედ რაღაცა ეგეთი ხმა იყო რა და მერე ნუ კი და მეძინა ღრმად საბოლოოდ, მაგრამ ძალიან ვიხალისე იქვე მართან შემე. ხო, ნუ ანეკდოტებს ჩვენ წყვებით, არა, მე ძალიან გავერთე, რომ ცოტა სტრესი მომეხსნა, მაგის თქმა მინდა, თორემ უკვე არ ეცინებათ ხოლმე ჩემს ანეკდოტებზე, მე უფრო ვისმენ პაციენტებისგან და ესეთი ხალისიანი პაციენტები თავის ლექსებით, თავის აღგზელოებით საოპერაციოში ჩვენც და ჩვენს კოლეგებსაც არაერთი ყოლია გვისაუბრია ამ საკითხზეც. ბევრი რამ ხდება, ეხლა უცბად შეიძლება ამ თუთას არ მახსენდება, არ ვიყავ მზად თორემ მომაფიქრდებოდა. გიორგი, აი ნარკოზიდან გამოსვლას ვეძახი მე მაგას. ანესთეზიიდან გამოსვლა. აი მაგ დროს ყველაზე წერანიც რა არის სპეციალურად გადაიტანე და არ გე. ანუ ეხლა რაც გამახსენდა თქვა, ხა ყველაფერს თქვა შეიძლება და ჩემთვის გამეცინა. პოდკასტში ყველაფერი შეიძლება. კარგით, ანესთეზიას ჩვენ ზოგადად იშვიათად ვიყენებთ. ძირითადად ეს იციან ჩვენმა ძვირფასმა და ძალიან მაღალ კვალიფიცირებულმა ანესთეზიოლოგებმა, რომლებიც ძალიან ბევრი ყავს საბედნიეროდ საქართველოში, ეს იციან უფრო მათ, ალბათ უფრო მათი მიმართულებით არის ეს კითხვა. ჩვენ შემთხვევაში ძირითადად არის უფრო რეგიონალური და ესე რომ ვთქვათ ადგილობრივი ანესთეზიით, ამიტომ ძირითადად კონტაქტურები არიან პაციენტები და იქ უბრალოდ ყვებით ყველანაირ ინფორმაციას. თუმცა რატომღაც აი მცირე მედიკამენტოზური ანესთეზიის ქვეშ რომ იყავთ ხოლმე, როგორც წესი, ძალიან ბედნიერები არიან პაციენტები და ითხოვენ რომ დავიმატეთ და სწორებს. ასწორებს. ეს რა კარგი ყოფილა. არასდროს არ გამიკეთებია ანესთეზია. არ ახსოვთ ხოლმე, მაგრამ ძირითადად იძახიან ეს რა კარგი ყოფილა. ოკეი, გიორგი, ეგეთი კითხვა მაქვს, ცოტა ისეთ უფრო გლობალურ თემას დავუბრუნდები. რა არის დღეს თქვენი აზრით ტრავმატოლოგიის მთავარი გამოწვევა საქართველოში? ან გამოწვევები ამ სექტორში რა სიტყოდით, აი თეორიაში, პრაქტიკაში, არ ვიცი. მთავარი გამოწვევა პრობლემას არ გვიჩვენე. არა, მე გეტყვით. თუნდაც აი რას ისურვებდით? აი რას ვისურვებდი? და მხოლოდ ერთ მიმართულებას არ გულისხმობთ. და იმას გეტყვით ზუსტად და ალბათ მიფიქრია კიდეც ამაზე ადრე. მე ვარ ყოფილი იმით ტრავმაორთოპედიის დონე, როგორც არის საქართველოში და მადლობა იმ ჩემს წინათაობას, იმ ჩემს თაობას და იმ მაგარ ბიჭებს და გოგოებს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ მიიღონ ცოდნა და საზღვარგარეთ ჩამოიტანონ და მე შემდეგ გაუნაწილონ. თურმე ყოფილა ის პერიოდი საქართველოში, როდესაც არ უნაწილებდნენ ცოდნა, შეება დღესაც არიან ესეთი პათოლოგიური აზროვნების მქონე ადამიანები, შემორჩენილები და მე არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას, შეიძლება და არიან კიდეც, თუმცა ძირითადად არის გაჯანსაღებული უკვე ეს გარემო. მე მგონი თქვენს ძალიან უწყობთ ხელს ამას. ვცდილობთ და ის ერთ-ერთი პროექტი თქვენი აი თათაიტვის ალბათ. კი ბატონო, ვცდილობთ რა თქმა უნდა ჩვენ ამას. მთავარ გამოწვევაში ძირითადად ჩვენ თუ ვიღებთ ცოდნას თეორიულს და პრაქტიკულს, ძირითადად ხდება თვითდაფინანსებით. ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა. მე ხა საწუწუნოდ არ მაქვს საქმე და მე არ ჩემს თავს არ შევეხები, მე შევეხები უფრო გლობალურად. ძალიან კარგი თაობა არის, ძალიან მომავალი თაობა ძალიან კარგი მოდის. იცით საქართველოში რომ 6 წელი არის სამედიცინო, შემდეგ 4 წელი რეზიდენტურა, 5 წელი გააჩნია რა მიმართულებას აირჩევთ. ამ პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება არის საკმაოდ დაბალი, შესაბამისად თვითდაფინანსება ძალიან რთული არის, იმიტომ რომ გადასახადებიც მაღალია, მაგალითად რეზიდენტურას და ასე შემდეგ. ესეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩაერთოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის სამინისტროები, სამინისტრო ჯანდაცვა, მათ შორის კერძო სექტორები, ბიზნესი და ასე შემდეგ. თუმცა ძირითადი ინტერესი უნდა ქონდეს თვითონ სახელმწიფოს, რომ აიყვანოს ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით, გაუშვას სასწავლებლად, დაუფინანსოს
უკვე შემდგარ ექიმებზე მაქვს საუბარი, რომ ისწავლონ, მიიღონ ახალი ცოდნა, განათლება, დახვეწონ ტექნოლოგიები, ჩამოვიდნენ და შემდეგ ასწავლონ ერთმანეთს. ეს არის მნიშვნელოვანი, თორე მე თუ ვისწავლი და ჩამოვალ და არავის არ ვასწავლი, სადმე მაქვს ხო ეს ცოდნა? ეს არ არის კეთილსინდისიერი საქმე, მაშინ როცა ჩვენ კეთილსინდისიერ დარგში ვართ ძალიან თან. ეს არის ძირითადი გამოწვევა, რომ სხვადასხვა ქვეყანას არაერთს ქონია პროექტი, რომ ახალგაზრდა თაობა არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ახალგაზრდას ხშირად ვახსენებ ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ ჯერჯერობით თავს ახალგაზრდად ვთვლი, თუმცა ნებისმიერ სამეცნიერო პერსონალზე საუბარი ნებისმიერი ასაკით უნდა ხდებოდეს გადატრენინგება, წაყვანა საზღვარგარეთ და ახალი მეთოდების დაუფლება, რაც დღესდღეობით, როგორც თქვი, ძირითადად არის თვითდაფინანსებით და მე ვიცი რომ თქვენი კომპანია გამოთქვა საუბას, არაერთხელ ვილაპარაკია ჩვენ, ქონდა კიდეც საშუალება ამის, რომ წავსულიყავით და რაღაც განათლება მიგვეღო, მნიშვნელოვანი განათლება მიგვეღო საზღვარგარეთ. გიორგი, შენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვს ახალგაზრდა ექიმების განვითარებაში და ძალიან კარგი წამოწყებაა ეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად პარტნიორობით მოკლედ ძალიან კარგი კოლაბორაცია გამოვიდა და შედგა თანამშრომლობა და ძალიან მიხარია, რომ მართლა ძალიან ბევრ სტუდენტს არ აქვს იმის საშუალება, თუნდაც რომ პრაქტიკულად თუნდაც უბრალოდ დაესწროს ოპერაციას და მით უმეტეს თვითონ გააკეთოს და მიიღოს გამოცდილება ამ კუთხით და პრაქტიკა მიიღოს და არაჩვეულებრივი წამოწყება გვაქვს, როგორც ვიცი, ძალიან კარგად მიდის თანაშმობის სასწავლო პროცესები და ძალიან დიდ წარმატებასაც მიაღწიეთ ამ კუთხით. ორი სიტყვა პრაქტიკული ქირურგიის აკადემიაზეც რო გითხრათ და კი ბატონო. პრაქტიკული ქირურგიის აკადემია პირველად დაარსდა საქართველოში. ამ პრაქტიკული ქირურგიის მიზანი არის, რომელიც დავაარსეთ მე და ჩემმა პარტნიორმა და კოლეგამ ოტო ხურცკაიამ. მიზანი არის ზუსტად ეს. რომ ჩვენ მივცეთ მომავალ თაობას ზუსტად დაინახონ რა არის ქირურგიული და სამედიცინო მიმართულება, ის არა რაც ტელევიზიაშია, ის არა რაც ფილმებში და სერიალებში, არამედ რეალურად დაინახონ, თავიანთი თვალით დაინახონ ის პრობლემები, მათ შორის რაც არის, ის გამოწვევები, ის დიდი სიხარული, რაც ხშირად ხდება ხოლმე პაციენტის კარგად ყოფნის შემთხვევაში განსაკუთრებით და ის გამარჯვებები, რა დროსაც ჩვენ ვამარცხებთ პრობლემას პაციენტის და სიცოცხლეს უხანგრძლივებთ, ხო? და ჯანმრთელობას უწყობთ ხელს. აი ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება საწყისი ეტაპიდან, უკვე სტუდენტობის პერიოდიდან, როდესაც არის საშუალება, რომ ეს ყველაფერი ნახო, უშუალოდ ნახო საოპერაციაში, თუმცა საოპერაციომდე თეორიულ ცოდნას იღებს, რამდენიმე თვიანი კურსი არის, იღებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ ცოდნას იღებს მულაჟებზე და შემდეგ უკვე საოპერაციაში უყურებს რა ხდება და რამდენად არის მისი. აქედან გამომდინარე იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებებს, მათ შორის უნდათ ტრავმაორთოპედია, უნდათ ზოგადი ქირურგია, უნდათ ნეიროქირურგია თუ რა მიმართულების ქირურგია უნდათ მათ. სხვა შემთხვევაში არის ხოლმე ცოტა პრობლემები და რა პრობლემები გეტყვით. სიტყვაზე ჩააბარებენ რეზიდენტურაზე და აღმოჩნდება, რომ მათ ეს მიმართულება არ დომებიათ, არც ზოგჯერ არც ანებებენ მერე ამ რეზიდენტურაზე თავს, იცით რომ ძალიან პატარა ცოტა ადგილი არის. ხავდება ეს ადგილები, ვისაც უნდა მერე ის ვეღარ ხდება და სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს. ეს უწყობს ზუსტად ამას ხელს, იმიტომ რომ დღესდღეობით არ გვაქვს იმის ფუფუნება იმ რაოდენობის სტუდენტებს ვანახოთ რეალობა, ან უნივერსიტეტებმა ანახონ რეალობა რა არის თვითონ კლინიკებში რა ხდება და საოპერაციოში განსაკუთრებით. ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ეს არის. ცნობიერების ამაღლება, მომავალი, ხო, და მომავლის განსაზღვრა ელემენტარულად რა შეძლებენ და რა იქნება მათი სურვილი. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც საკეთებთ და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენც რაღაცა პატარა წვლილი თქვენი ხელშეწყობა ამაში არის ძალიან დიდი, განსაკუთრებით ის, როდესაც სულ პირველად, როდესაც გავდით ნაბიჯებს, ავიდგით ფეხი, პირველები იყავით, რომლებაც გამოთქვით აზრი, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენი სპონსორები, მგონი არავის არ დაუძალებია, თქვენ თვითონ გამოთქვით და ძალიან კარგ პროექტს
პროექტი დაასპონსორეთ. ეხლა აქედან აი ნახეთ ესეთ კარგი პროექტი დაასპონსორეთ და ეხლა უკვე ვუყურებთ ჩვენც რომ სხვადასხვა მსგავსი პატარ-პატარა აი ესე ბამ ქირურგიის პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის მსგავსი აკადემიები შეიქმნა ჩვენ მივესალმებით რა თქმა უნდა ამას, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრი იქნება კონკურენცია ჯანსაღი რაც მეტი იქნება მეტი ადამიანს რა თქმა უნდა მე ჩვენი მიზანი ის არის ზუსტად რომ რაც შეიძლება ბევრი მომავალი თაობის წარმატებული სპეციალისტი ჩამოყალიბდეს. ეს არის ჩვენი მიზანი. ის რომ კონკრეტულად ახლობლობით შეიძლებოდა ადრე სადღაც მოხვედრა, თუ იყო ესეთი სიტუაცია, დღეს ეს ფაქტიურად დასრულებული არის. კითხვა ჰობთან დაკავშირებით მე მგონი არ დაგვისვამს რა არის თქვენი ჰობი? რითაც ერთობით, რითაც აკეთებთ განტვირთვას, რავი, აი თავისუფალი დრო მესმის თუ არა გაქვს? და გაგიკვირდათ ძალიან რომ ორი კვირა რომ დაგავიწყდეს რომ ეს ამბავი, მაგრამ რითი ერთო ახლო ადამიანები ზუსტად ხვდებიან ახლა ამ კითხვაზე პასუხს, მაგრამ მე გეტყვით რომ ჩემი ჰობი არის ძალიან კარგი და ბედნიერი დროის გატარება და ისტორიების შექმნა ჩემს საყვარელ ადამიანთან. მართლა ეს არის. ობად გვიქცა, დეფიციტი არის და შესაბამისად ობად გვიქცა. ჩაგვივარდა სიტუაცია. ჰოპ, უცბად ვინდა რომ ანუ ისტორიების შექმნა, ისტორიებს აი ხო თითქოს არაფერი. თუმცა ეხლა მე რო დავიწყო ჩემი ჰობი არის ჩოგბურთი, რომელზეც პირველი სპორტი იყო, სადაც შევედი და მე კიდე ბევრ სპორტზე ვიარე და ხატვა და ბავშვობაში ვხატავდი, გასაგებია ეს ყველაფერი, თუმცა აი უფრო ძვირფასი ისტორიების და მოგონებების შექმნა. ალბათ ეხლა რაზე მეცინება იცი გიორგი? აი მაგ მეგობრები ვიცი რომ შენთვის რა ხელ ადგილი უჭირავ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი რაღაც მახსენდება, არ ვიცი ოღონდ საიდან მახსოვს ეს ისტორია. მეგობრებშიც კი მე მგონი ხელი უნდა ეთხოვა ან ერთ-ერთ ჩემ მეგობარს მოკლედ შეყვარებულისთვის და მაშინაც როგორი გართობა მოიგონეს იცი რაღაცაზე. ეს ოთუღურცკაია ეს ვიცი მე არ სპეციალურად და აი მაშინაც როგორი რაღაც დადგეს იცი რომ ხელი მოიტეხა ვითომ ოპერაცია გავდე პროფესიული შეკრული აბსოლუტურად და ძალიან კარგი შოუ დაუდგეთ. შოუ დადგეს და ესე მოკლედ. გასამახსოვრებელი შოუ აი ნახე საერთოდ უცხო ადამიანს ახსოვს ეს ყველაფერი. ან ეხლა უცხოები არ ვართ მაგრამ მაშინ ხო. ერთი კიდე კითხვა თუ შეიძლება აი რაიმე რიტუალი თუ გაქვს აი ოპერაციის წინ ამ კითხვას არ ველოდი მაგრამ ალბათ გიორგის ნანახი ვყავართ ამაკითო. გიორგი ყველას ძალიან მაგრამ შესწავლილი მაგრამ აი მე მართლა არ ვიცოდი არაფერი გვაქვს რიტუალები, შეიძლება ყველას არა, მაგრამ გვაქვს რიტუალები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს რიტუალები, აი თითქოს ამას რო შეასრულებ, აი რაღაც არ წავა ისე როგორც წავიდეს შეიძლება, თუმცა ეს უბრალოდ რიტუალიც არ არის, აი ნაწილი არის იმ საქმიანობის, თუნდაც იმ ოპერაციის ნაშიცვარ ჩართულები. კი გვაქვს. ალბათ ის არის რა რწმენის გაძლიერება და მე ფოსო კარგად ჩაჯდება ალბათ. მაგას არ რომ ამას რო გავაკეთებ, ეს არის იმდენად ინტიმური ნაწილი ამის ალბათ ვერ გაიგებს. ეხება რწმენას. ეხება რწმენას და ჩვენს რელიგიას რა თქმა უნდა. გასაგებია. და ერთი კითხვა მაქვს. აი ერთი დღე რო წარმოიდგინო რომ შენ თავის პაციენტი ხარ. ოპერაციას არ გავაკეთებინებდი? არა ეგარ მიკითხავს. აი რა კითხვებს დავუსვამდი გიორგის, როგორც პაციენტი და რამდენად გექნებოდა მისი ნდობა. კითხვას არ დავუსვამდი არც ერთ შემთხვევაში. პაციენტი იცის თუ არა ის საქმე, რასაც აკეთებს? საქმისადმი არა. საქმისადმი რა თქმა უნდა არა. უბრალოდ აი როგორც პაციენტი მიხვედი გიორგისთან, შენივე თავთან. ანუ რა კითხვებს დავუსვამდი? მაგრამ რა აწუხებს გიორგი, რატომ მიდის ექიმთან? თვითონ გაზეწყვეტოს. ეს ხო, ანუ მაშინ ყესი აქვს დაჭრილი. ნახეთ აი, ნახეთ. ან გაწყვეტილი. კი ბატონო. ასო ჩამდო. აქილევსის ყესი. ხო, მაგალითად, რა სპორტული ტრავმა ხშირად. არ მინდა აქილევსი. აქილევს მოდი არა. უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდა. ელემენტარული ტრავმა. ეს იგონი აპარატის დაჭიმული. მე ძალიან რა იცით, ჩემი კითხვა, ჩემი თავის მიმართ რომ მე ვიყო პაციენტი და ვიყო ექიმი, იქნებოდა ის და ალბათ ყველა პაციენტს რაც აწუხებს, ეს არის როდის დაუბრუნდება სოციალურად აქტიურ ცხოვრებას, ეს არის პირველი კითხვა.
სხვა მეტი კითხვა მათ ჩემს თავთან არ მექნება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც პაციენტი მიდის ექიმთან და მithumedes თუ ყავს არჩეული ექიმი, რომ მასთან უნდა მივიდეს, სრულად უნდა ენდობოდეს და ეს ისე არ უნდა იყოს, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, შეიძლება ესაც წავაწყდი მაგას, რომ ექიმთან მიდიან სამკურნალოდ და მე პაციენტები თვითონ ირჩევენ მკურნალობის გზას და ტაქტიკას. არა, არც ერთ შემთხვევაში დაგუგლულებით მოდიან ხოლმე, ან იქვე ხსნიან და წერენ და კითხულობენ ანოტაციას. არა, თუ ვირჩევთ ექიმს და მივდივართ და მას ვანდობთ ჩვენს ჯანმრთელობას, უნდა ვენდობოდეთ პირველ რიგში. თუ ნდობის დეფიციტი არის, ისეთ ექიმს არ გაეკაროთ, არც ერთ შემთხვევაში მოძებნეთ ისეთი, რომელსაც მიუნდობით ბოლომდე. თუ ისეთი ადამიანი ხართ, რომ არავის არ ენდობით, გასაგებია, ესეთი კატეგორიაც არსებობს. მაშინ უნდა დაგუგლოთ და მე ძალიან რთულ მდგომარეობაში შეყვან სადგაც. ხო, ეს გუმრობა დიდ იყოს და კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ მინდა უსარგებლო შემთხვევაში და უთხრა ყველას, რომ არის ხანდახან დავფიქრებულ ვარ და დაბადების დღის რესტორანს რო არჩევს ხალხი, 100 რესტორანში ჩამორეკავს ხოლმე და არ ყავს ყველაფერს და ექიმთან მიდიან, მე ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოთ, მე მოსულან ჩემთან, შეიძლება ჩემთანაც მისულა სხვასთან და რაღაცა პრეტენზიებს გამოხატავენ. არა, ჩვენ ვართ ექიმები, ჩვენ ვართ კოლეგები, ჩვენ ვიცით სამედიცინო ეთიკა, ვერასდროს ვერ მოახერხებს და მე დიდი იმედი მაქვს პაციენტი ვერ მოახერხებს იმას, რომ აჭორაოს ექიმი თავის კოლეგაზე, ჩვენ არ ვართ ექსპერტები, ჩვენთან თუ მოდიან პრობლემით და გართულებით, ჩვენი მთავარი მიზანი არის მათი ჩვენი მიზანი უნდა უთხრათ რა არის და მათი გამოჯანმრთელების ტაქტიკა რა იქნება. ეს არის. ამიტომ პაციენტთან ჭორაობებისგან თავი უნდა შეიკავონ ექიმებმაც, შესაძლოა დაგვარად პაციენტებმაც უნდა შეიკავონ თავი, უფრო ჯანსაღი გარემო უნდა შექმნათ, ჯანსაღი კონკურენცია უნდა შექმნათ, მაქსიმალურად დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში, ხელი შეუწყოთ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცით ხვალ ვინ ვისი პაციენტი ვიქნებით. ეს არის. მე მგონი მოუხდება კონიაკი ამ ამბავს. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. მადლობა. ისტორიას დღევანდელი დღეც ხო დარჩება რა თავის. იმედია ბევრი ისტორია შევქმნით კიდე. აუცილებლად ერთად. თორ ჰოსპიტალსთან ერთად რა თქმა უნდა. პირველი სამედიცინო პოდკასტის გადაცემა დასრულებულია და აუცილებლად შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ასევე კიდევ ერთი საინტერესო სტუმრით. მეც მინდა დავამატო ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩემს კოლეგებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი პროფესიული განვითარებისთვის და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. ჩვენგანაც დიდი მადლობა ყველა ტრავმატოლოგს, ყველა ექიმს. მადლობა. გამიმართავს.